მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები იმ ტელემაყურებელს და რადიოს მსმენელს, ვინც ახლა შემოგვიერთდა ობიექტივის პირდაპირ ეთერში შუა დღე ობიექტივზე გადის, რომელსაც ნინო მიქიაშვილი და მე მარი ჯომარჯიძე უძღვებით. ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკში მოვიწვევთ სტუმრები, ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების პრეზიდენტი არჩილ კაიკაციშვილი და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა გულბანი. მოგესალმებით ბატონებო და მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ახალგაზრდა ადვოკატების ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე ესეთი ორგანიზაცია დააფუძნეთ. თქვენ ალიანსის წევრი ორგანიზაციები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ არჩევანს და გამოთქვამენ მზადყოფნას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში პირდაპირ მონაწილეობა მიიღონ. ანუ თქვენ ამ პროცესებში იღებთ მონაწილეობას, აკვირდებით ამ პროცესებში და აკეთებთ ანალიზს თუ როგორ ვითარდება ეს პროცესები ჩვენს ქვეყანაში. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან გავიდა გარკვეული პერიოდი, პირველი ეტაპი გადავლახეთ, შევაფასოთ როგორ გადაილახა ეს ეტაპი, წარმატებით გადავლახეთ თუ ასე შეაფასა ხელისუფლებამ. თქვენ ხართ მუდმივმოქმედი თემატური გაერთიანება, რომელიც წარმოადგენს პერიოდულ ანგარიშებს ამ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მთავრობის მიერ დამტკიცებული ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. შევაფასოთ მთავრობის მუშაობა. რა რეფორმები განხორციელდა პოლიტიკურ-ეკონომიკური სამართლებრივი კუთხით და მომდევნო მუშაობა როგორ უნდა წარიმართოს. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის თქვენ საინტერესო გადაცემაში. მე უბრალოდ თქვენ ნებართვით ჩვენი მაყურებლისთვის დამეზუსტებელ განმარტებას გავაკეთებ. ახალგაზრდა ადვოკატების პრეზიდენტი არ ყავთ, ყავთ ხელმძღვანელი და გახლავართ მოცემულ შემთხვევაში და დაფუძნდა არა ორგანიზაცია, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსი. არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსი გულისხმობს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებას, თემატურ ერთობას საკითხზე, ჩვენი ევროპული არჩევანი, ჩვენი ევროპული მიმართულება, რაც შეიძლება ახლობელი და რაც შეიძლება მეტად ცნობილი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიდრე ჩვენ ვისაუბრებდეთ ამ ალიანსის მიზნებზე და ამოცანებზე, იმაზე რაც თქვენ შესავალში ბრძანებთ, თუ როგორ გვესახება ამ საკითხის განხორციელება, იმპლემენტაცია, მინდა მანამდე რაკურსით დაუბრუნდეთ, თუ რა გახდა ამ ალიანსის ჩამოყალიბების მიზეზი. ბატონო, ისიც გითხარით, თუ შეიძლება თქვენი ეს როგორ ხდება, რაიმე კონკურსში გაიმარჯვეთ, გრანტი აიღეთ, აი ამ საქმეს რო განახორციელებთ, თქვენი ინიციატივით მოხდა ვიღაც გაფინანსებთ თუ როგორ არის ეს? გასაკურველია გეტყვით, ძალიან კარგი შეკითხვაა, მაგრამ ვიდრე ყველა შეკითხვას გავცემდე პასუხს, ბუნებრივია, საინტერესოა ამ ინიციატივის მიმართ ჩვენი მოქალაქეების ყურადღება. მანამდე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გქონდა პროექტი ახალგაზრდა ადვოკატებს, ეს იყო 4-თვიანი პროექტი, რომელიც დააფინანსა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა. პროექტს ერქვა ერთად ევროპული არჩევანისთვის და ის განხორციელდა არაქართულენოვან რეგიონებში, მარნეულის მუნიციპალიტეტსა და ახალციხის მუნიციპალიტეტში და მიზნად ისახავდა ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტის გაცნობას დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის. გამოცხადდა კონკურსი და ძალიან საინტერესო თემატიკა იქნა მოსული, მოხდა დაჯილდოება და ამ პროცესში იყო ჩართული ამ ორი რეგიონის ახალგაზრდები. აი ამ პროცესმა ჩვენ დაგვარწმუნა, რომ პრობლემები ამ მიმართულებით არსებობს, რა თვალსაზრისით ჩვენი მოსახლეობა, მოქალაქეები განსაკუთრებით აი ამ ორი რეგიონის მაგალითზე და ზოგადად ჩვენ ცხოვრობთ იმ გარემოში, სადაც პრობლემების შესახებ გვაქვს მუდმივი ინფორმირება, ზოგადად საქართველოს ყველა რეგიონში არსებობს ინფორმაციული ვაკუუმი, თუ რაზე მოეწერა ხელი 2014 წლის 27 ივნისს, როდესაც ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ უწოდა სახელმწიფოებრიობის ახალი აქტი, ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ აი ამ პროცესს
დაშორებულია და მკაფიოდ არ იცის თუ რა ვალდებულებები, მიზნები და საერთკენ მიყავს ამ ხელშეკრულებას თუნდაც ჩვენი ქვეყანა, სარგებელი გამოწვევები, საფრთხეები და ასე შემდგომ. ამიტომ ინფორმაციული ვაკუუმის შევსების ერთ-ერთი ფორმა საგანმანათლებლო საქმიანობა, პროექტები, ადგილზე საზოგადოების ინფორმირება და ამ პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, როცა პროექტი დასრულდა და ჩვენ მართალი ამ ორი რეგიონის ახალგაზრდებთან მუშაობით მთელი 4 თვის მანძილზე მნიშვნელოვანი გამოღვიძება შევიტანეთ ამ კუთხეებში და მართლა ჩართული იყო როგორც საგანმანათლებლო სფერო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება, ეს ჩვენ ანალიტიკურმა ჯგუფმა შევაფასეთ, რომ იქნებოდა არასაკმარისი და ამიტომ მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ უფრო მეტი გაგვიკეთები ამ თვალსაზრისით. არასაკმარისია ეს ინფორმაცია რასაკვირველია. აი ნახეთ, გადავწყვიტეთ, რომ ორგანიზაციამ 2014 წლის ოქტომბერში დაგვეწყო უკვე მთავრობის საქმიანობის შეფასება, იმპლემენტაციის პროცესი თუ როგორ მიმდინარეობდა, იმიტომ რომ იმპლემენტაციის ქართული შესატყვისი მითხარ. მონიტორინგი და შესრულება, თუმცა ეს აპრობირებული ტერმინი არასამთავრობო სექტორშიც, მოდი ვთქვათ, შესრულება, როგორ ასრულება და მთავრობა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ეროვნული მთავრობა, ქვეყნის მთავრობები იღებენ ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც გაწერილია სხვადასხვა აქტიურობები, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს აქტიურობები, იმისთვის რომ საბოლოოდ ყველა კომპონენტის შესრულების შემდგომ მოხდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატად დასახელება. ანუ გაერთიანება უნდა მიგიჩნიოს საამისოდ იმ ხარისხის დემოკრატიად და ადამიანის უფლებების დაცვის ქვეყნად, რომელიც შენ კანდიდატის უფლებას მოგანიჭებს. ამიტომ ეროვნული სამოქმედო გეგმის შეფასება გავიხადეთ მიზნად. მივწერეთ 5 სამინისტროს თავდაპირველად, რომ მოეწოდებინა განხორციელებული გეგმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ეს პროცესი დაემთხვა 2014 წლის შემოდგომაზე მოვლენებს, როდესაც ქვეყნის მთავრობაში შეიცვალა საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპული მიმართულებით მინისტრები და ბუნებრივია თქვენ გახსოვთ პრეზიდენტმა თავის განცხადებაში გააკეთა მინიშნება, რომ შესაძლებელია რაიმე ფორმით ქვეყნის ევროგაერთიანებას ემუქრებოდეს საფრთხე. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ 5 სამინისტრო იქნებოდა არასაკმარისი იმ მომენტისთვის და ჩვენი ძალისხმევა მიემართა 19-ვე სამინისტროს მუშაობის შეფასებისკენ. ეს შედეგები ჩვენ მივიღეთ, გამოვაქვეყნეთ 2015 წლის იანვარში 19 კულტურის სამინისტროსაც მიმართეთ. კულტურის სამინისტროსაც, ყველა სამინისტროს 19-ვე სამინისტროს მივმართეთ. აქედან ერთმა სამწუხარო გაუგებარი მიზეზებით, რომელსაც პირიქით უნდა უზრუნველყოფა მოეხდინა და ეთანამშრომლა ამ მიმართულებით იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაცია არ უწარმოებია და ეს ჩვენთვის დღემდე რჩება გაუგებრობად. მე ადმინისტრაციული საჩივრით არ მიმართეთ? რასთან დაკავშირებით? რომ გამოითხოვეთ ინფორმაცია და რო არ მოგცეს. არა, არ მიმართეთ ადმინისტრაციული საჩივრით. იქიდან გამომდინარე, რომ კვლევის გამოქვეყნების ვადებში ვიყავით შეზღუდული და ადმინისტრაციული საჩივარი იქნებოდა დროის გახანგრძლივება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც მთელი 2 თვე-ნახევრის მანძილზე ჩვენ მქონდა ყოველდღიური კომუნიკაცია სამსახურთან თუ ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან, უბრალოდ მათ ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. აქედან ყველა სამინისტრომ ფაქტობრივად უნდა აღინიშნოს, რომ მოგვაწოდა ინფორმაცია და ჩვენი დასკვნის თანახმად მართლაც აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა სამინისტროები პირნათლად ასრულებდნენ აღნიშნული ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ცალკეული შემთხვევებში იყო ხარვეზები, როდესაც მოწოდებული იქნა სხვა ტიპის ინფორმაცია, თუმცა კავშირში მყოფი ეროვნულ გეგმასთან, თუმცა საერთო შეფასებით უნდა ითქვას, რომ მთავრობა 2014 წლის გეგმის მიხედვით მუშაობდა, მოქმედებდა და სხვათა შორის სულ რამდენიმე
მიხნის წინ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომ ეროვნული გეგმით ნაკისრი ვალდებულებები მათ სანიმუშოდ შეასრულეს. მიუხედავად ამისა, ეს სხვა ინფორმაცია და მასალა განახორციელა ერთმა ორგანიზაციამ აბსოლუტურად ყოველგვარი საგრანტო პროექტის ფარგლებში, ეს იყო თვით ინიციატივა და ძალიან ხარისხობრივად საინტერესო დოკუმენტი შევთავაზეთ და მისი გაცნობა შესაძლებელია ყველა მოქალაქისთვის ჩვენი ოფიციალური ვებგვერდიდან. გადავწყვიტეთ, რომ რადგანაც ეს არის მუდმივმოქმედი პროცესი, რადგანაც ეს არის თქვათ ის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ მთავრობა სამოქალაქო სექტორმა აი ამ მიმართულებით, რათა ხარვეზებთან დაკავშირებით იყოს დროული მითითება და აღმოფხვრა, საჭირო დახმარებასთან იყოს ჩართულობა და სამოქალაქო ცნობიერების და ინფორმირების თვალსაზრისით მხოლოდ მთავრობა ვერ იქნება დაინტერესებული, ის უნდა იყოს ყოველთვის ორმხრივი პროცესი და ეს მისია უნდა შეასრულოს სამოქალაქო ჯგუფებმა. ამიტომ ამ ამოცანას ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის რესურსი ვერ ეყოფოდა, გულისხმობ ადამიანურ რესურსს, შესაბამისად გადავწყვიტეთ ჩვენი ინიციატივით შემოვიკრიბეთ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროზე და სხვადასხვა ინსტიტუციების კვლევის მიმართულებით მათ წარმატებული გამოცდილება და ბიოგრაფია გააჩნიათ და შესაბამისად ამ თვალსაზრისით შედგა 11 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც დააფუძნა მუდმივმოქმედი ალიანსი ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე. ჩვენი მიზანია პერიოდულობით ეს იქნება 3 თვე, 6 თვე, უფრო ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ მოვახდინოთ მთავრობის მუშაობის შეფასება ეროვნული გეგმის მიმართულებით, იმიტომ რომ მათ აქვთ ახლა 2015 წლის ეროვნული გეგმა, რომლის მიმართულებითაც მიმდინარეობს სამუშაოები, თუ რამდენად ასრულებენ ჩვენი კვლევის საფუძველზე აღმოჩენილი ხარვეზები, რამდენად არის გამოსწორებული, მაგრამ ალიანსი ამ საკითხს მიუდგება თემატურად. მაგალითად, უსაფრთხოების საკითხებზე მოამზადებს კვლევას და მონიტორინგს ჩაატარებს გარკვეული ჯგუფი, ადამიანის უფლებების მიმართულებით გარკვეული ჯგუფი და ასე შემდგომ. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია მნიშვნელოვნად გავზარდოთ მოქალაქეების ინფორმირება. მე თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც გამოცემას, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის უცნობია, ვერც თქვათ ხელმისაწვდომობას ამ სქელტანიანი დოკუმენტის 1000-ზე მეტი გვერდია, გულისხმობ ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ცნობილი იქნებოდა რიგითი მოქალაქისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან გასაგებ მარტივ ენაზე, პრინციპების და შინაარსობრივი ხასიათით ამ დოკუმენტის შეკვრა შევძლოთ, გამოცემა შევძლოთ და ჩვენ ჩავატაროთ სამოქალაქო კამპანიები საქართველოს რეგიონებში, იმიტომ რომ თბილისი შედარებით ინფორმირებული ქალაქია ამ თვალსაზრისით. აი მე ჟურნალისტი ვარ და მე არა ვარ ინფორმირებული, იმიტომ რომ მე ამ მიმართულებით არ მუშაობ და არც დიდად არ მეჩვენება სასურველად აი მაგ ხელშეკრულების მიხედვით სიარული და ევროკავშირში გაერთიანება. პირადად მე ჩემი ნება, დიახ. უბრალოდ აი მე მაინტერესებს ამ ხელშეკრულებაში რა წერია ქვეყანამ, რომელიც არის ამ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი, როგორ უნდა მოუაროს თავისი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. ამ მიმართულებით ხო, აი რა წერია. კი ბატონო, მე ვიცი რომ თქვენ ეს საკითხი განსაკუთრებულად გაინტერესებთ, ბატონო ნინო. პირველ ყოვლისა ეს არის ის ვალდებულება, როდესაც აი ცალკე მუხლება თუა თავი აი როგორ არის. კი ბატონო, ერთ-ერთი მიდგომა არის ამ ხელშეკრულებაში მოტანილი, აი ასეთი ქვეთავის თუ შეიძლება ასე ითქვას, თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების სფეროში, ეს არის გამოკვეთილი ქვეთავი, სადაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს
ვალდებულება გააჩნიათ, ისევე როგორც ვალდებულება გააჩნია ყველა სამინისტროს, რომ ითანამშრომლობს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით და ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეთავია პოლიტიკური დიალოგი და რეფორმები. აი ამ ქვეთავში ჩაშლილია ის საკითხები, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ნებისმიერი მოქალაქე რომ უნდა ზრუნავდეს თავისი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მოვლა პატრონობაზე, ის რაც სხვადასხვა კანონებში კონსტიტუციიდან უნდა ზრუნავდეს ამ მიმართულებით. არა, ეგ თავისთავად მე ვამბობ, აქ სახელმწიფოს ვალდებულებაზეა საუბარი და მოქალაქეების ჩართულობაზე. დიახ, ხო, აი ეს ტერმინები ცუდად ვიცი უკაცრავად. ანუ წერია ხო ეს? რასაკურველია ეს წერია. რამდენად ასრულებდა რაღაც მონიტორინგი ხო განახორციელეთ ამ მიმართულებით თუ გააკეთეთ რამე კულტურის სამინისტრო რამდენად შეასრულა კულტურის სამინისტრო? კულტურის სამინისტროს 2014 წლის ეროვნული გეგმის მიხედვით ჰქონდა პრინციპების დონეზე მოსაყვანი კანონმდებლობა საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში, როგორც ეს ახლა მოდაშია ეს ტერმინიც და მან ამ მიმართულებით ცალკეული ღონისძიებები განახორციელა. თუმცა კონკრეტულად რა განახორციელა კულტურის სამინისტრომ ვრცლად არ არის ჩვენს მონიტორინგში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხარვეზებზე, მათ შორის კულტურის სამინისტრო არის ის სამინისტრო, რომელმაც შეიძლება ითქვას პირდაპირ ჩვენ კვლევაშიც აღნიშნულია, სრულყოფილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა ამ თემასთან დაკავშირებით. ამიტომ ეგ მაგათ ჩვევია. არა მარტო კულტურის სამინისტროსთან არის ეს პრობლემა, არის სხვა სამინისტროებთან დაკავშირებითაც, მე ვერ ვიტყოდი მხოლოდ კულტურის სამინისტრომ, თუმცა თვალში საცემია ის გარემოება, რომ კანონმდებლობის დაახლოება სხვადასხვა საერთაშორისო ნორმატიულ აქტებთან მიმართებით, ამ მიმართულებით კულტურის სამინისტრომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა. ეხლა მე საით მიყავს საუბარი, თქვენს გადაცარევად ხვდებით და ალბათ მაყურებელიც ეხლა ვინც გვისმენს და მსმენელი. თქვენ იყავით ერთ-ერთი იმათაგანი, ვინც გამოითხოვა დოკუმენტები საღდრისთან დაკავშირებით და დადეთ დასკვნა საღდრისის აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე. ხო, ასე იყო, ჩამოსულიც იყავით ორივე საღდრისში, როცა RMG-მ ჩამოიყვანა ნათელი სახეები, მათ ასე მითხრეს და თქვენთან ორივესთან მე პატარა ვიდეოც მაქვს ჩაწერილი, რომელიც ერთხელაც გავუშვით, კიდე გავუშვებთ მერე იმისთვის რომ გავახსენოთ რა და როგორ ხდებოდა გასულ თვეებში საღდრისში. თქვენ მაშინ მითხარით ესეთი რაღაცა, მე ვიცოდი რომ თქვენ აქ მოდიოდით, ამოვიწერეთ თქვენი სიტყვები, რომ აი გვაინტერესებდაო ამ ძეგლის სამართლებრივი სტატუსიო, აქ მოგზაურობა საინტერესო იყო გვირაბიდან გამოსვლის მერე თქვით და ბევრი საჯარო ინფორმაცია გვაქვს გამოთხოვილიო. საჯარო უწყებიდანო და ფიქრობთ რომ საინტერესო იქნება სადისკუსიო და ეს თქვით 1 ნოემბერს მაშინ დასკვნა დადებული არ ქონდათ და დასკვნა რომ დადეთ ამასობაში მერე საღდრისი აფეთქა თქვენ იჯექით ხოლმე იმ მხარეს ანუ RMG-ს მხარეს და მეორე მხარეს იჯდა ადამიანი რომელიც იცავდა საღდრისს და მიდიოდა ამ თემაზე დისკუსია მაშინ დებატებს გულისხმობ ნუ თქვათ პალიტრა TV-ში იყო ესეთი მსგავში ლაშა ჩხარტიშვილთან იჯექით ეხლა მე რა მაინტერესებს მაშინ თქვენ დარღვევები არ გამოგიკვეთიათ როცა შეისწავლეთ აფეთქებამდე გულისხმობ და ამის შემდეგ თუ მიყევით ამ თემას თუ გააგრძელეთ ამ საკითხზე მუშაობა იმიტომ რომ ეხლა 19 თებერვალს სახალხო დამცველმა დადო ძალიან ვრცელი ანგარიში სწავლობდნენ ისინი ამ საკითხს და სასამართლო დავაც მიმდინარეობს მე ერთ-ერთი მოსარჩელე ვარ და რაზეც ჩვენ დაობთ იმაზე უკვე ჩვენ მტკიცებულებად გვაქვს სახალხო დამცველის რეკომენდაციები წარდგენილი, იმაზე დაწერა სახალხო დამცველმა, რომ 12 დეკემბერს უკანონოდ ხო იცით ეს დეტალები, რომ უკანონოდ მოუხსნეს ზეგს სტატუსი დაარღვიეს, ესა და ეს საერთაშორისო ხელშეკრულება ჩვენი ეროვნული კანონმდებლობიდან მუხლებია მითითებული თქვენ თუ გაყევით ამ თემას, თუ დაინტერესდით, თუ იქ გაჩერდით ეს კვლევა, რომ დაამთავრეთ და აღარაფერი აღარ გაკეთებთ. კი ბატონო, მე თქვენ ნებართვით აი ამ თემასთან. ეს კითხვა არ იყო, ახლა აქ მე კითხვა ჩემ მოსაზრებაც მოვაყოლე და რასაკურველია ამ თემასთან დაკავშირებით, ანუ ევროინტეგრაციასთან მიმართულებით, ცოტა შევჩერდეთ და მე სიამოვნებით გავცემ თქვენ შეკითხვას პასუხს, ასევე ქრონოლოგიურად, რასაკურველია იმისთვის, რომ თავარი ინტერესი არ დაიკარგოს ამ საკითხში.
ვინ რა პოზიციაზე იდგა მოცემულ შემთხვევაში, ვინ რა პოზიცია შეინარჩუნა, რა არის სინამდვილე და ჩემთვის როგორც იურისტისთვის ამ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარემოებები. შესაბამისად, როდესაც თქვენ სვამთ ამ შეკითხვას აბსოლუტურად ლოგიკურად და ობიექტურად მინდა აღვნიშნო, დავიწყოთ უნდა იმ განცხადებით, როდესაც როგორც თქვენ ბრძანეთ და ეს კადრებში ჩანს, როდესაც ჩვენ გამოვდიოდით გამოვდიოდით ქალბატონო ნინო ამ დათვალიერების შემდგომ საყდრისიდან და მე ძალიან კარგად მახსოვს რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაიქცა ელემენტარულად იმის გამო რომ თქვენთან კომენტარი არ ჩაეწერათ, მაგრამ იმათ ვისაც ძალიან კარგად ესმით რა არის საყდრისი და რა განწყობითაც იყო აი ამ მედია ტურზე თუ სამოქალაქო ტურზე როგორც მაშინ ორგანიზატორებმა უწოდეს ამ საკითხს, ბუნებრივია მე თქვენ დასმულ შეკითხვებს აბსოლუტურად ზუსტად უპასუხე, საჯელ ვახორციელებდით რა კვლევას, გამოთხოვილი ქონდა რა. არა, მეც უბრალოდ კი ბატონო, ამიტომ მე მინდა რომ გავცე ყველაფერს პასუხი და შესაბამისად მე ვთქვი რომ ჩვენ გვაინტერესებდა ამ საქმის სამართლებრივი მხარე და შესაბამისად ამ მიმართულებით ჩვენ ქონდა კვლევა დაწყებული და საჯარო ინფორმაციები გამოთხოვილი სხვადასხვა უწყებებიდან. ეს იყო, არ ვიცი, ზუსტად ალბათ სექტემბერი თუ არ ვცდები. თქვენი გიყავით 1 ნოემბერს. შესაძლებელია 1 ნოემბერს თარიღთან დაკავშირებით შეიძლება არასწორად მახსოვს. ამიტომ ამის შემდგომ ჩვენ რეალურად დავამუშავეთ ეს საკითხი, მიღებული ინფორმაცია. მე ძალიან ვიქნები შეწუხებული თუ თქვენ ეს კვლევა არ გაქვთ გაცნობილი. გაცნობილი ვარ, მაგრამ იმ კვლევაში ხა ამ წუთას კვლევის დეტალებზე არა, უბრალოდ მე ვიკითხე ეს საკითხი. თავის დროზე რა თქმა უნდა გაცნობილი. გამოქვეყნების შემდგომ თუ ეს კვლევა თქვენ გაქვთ გაცნობილი და ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მოყვანილი ამ კვლევაში, თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცეთ გარემოებას, რომელიც მახსოვს გეწერათ, რომ ყველაფერი კანონიერად და სწორად მოხდა. ძალიან მოკლედ რა ვთქვათ. არა, მოკლედ ვერ ვიტყვი, მეც მინდა რომ დამithმოთ ამ მიმართულებით. კვლევა დავჭირვა მთავარ თემაზე სასაუბროდ. ძალიან მოკლედ გეტყვით. აბსოლუტურად გამოქვეყნებულმა კვლევამ ყველა ის ფაქტობრივი გარემოება მოიტანა, რომლის მიჩქმალვასაც ადგილი არ ქონია და მეორე სამართლებრივ დასკვნაში დაიდო სამართლებრივი პასუხი კითხვაზე. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იყო იმჟამად პირველი ინსტანციის მხოლოდ და გასაჩივრებული იყო სააპელაციოში, ჩვენ ორგანიზაციამ მთლიანად დავეთანხმეთ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას და ვთქვით, რომ სტატუსის მოხსნა იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი საყდრისის ობიექტისთვის. უნდა მინიჭებოდა თუ არა, ქონდა თუ არა შექმნილ კომისიას, დიახ, შექმნილ კომისიას, რომელიც 2013-ში შეიქმნა, თუ არ ვცდები, ხელახლა აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით ცალსახა პასუხია, რომ სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის პრეროგატივა და უფლებამოსილება არ იყო საყდრისთან დაკავშირებით მიიღოს სტატუსი. ანუ თავის დროზე არასწორად მიცეს. რასაკვირველია, ამიტომ ჩვენ კულტურის სამინისტროს შევთავაზეთ, რომ იქნებ მხარეებთან დაკავშირებით მომხდარიყო მორიგება, ეს პირდაპირ წერია აი ამ ჩვენს დასკვნაში და ვიდრე არ მოხდებოდა სამართლებრივი რეგულაციით დაზუსტება თუ რატომ მოიხსნა, რატომ მიენიჭა თავიდანვე ამ საკითხის სპეციალისტების მონაწილეობით, მანამდე ის მოვლენები არ უნდა განვითარებულიყო, რომელიც განვითარდა. და ძალიან მალე აფეთქეს, თქვენი პროტესტი არ მახსოვს. არა, აი მან დავარ, ბოლოს. როდესაც მოხარული ვიქნები თუ გამომრჩა და იყო პროტესტი. კი ბატონო, მე ამას დოკუმენტურად დაგიდასტურებთ. პირველი, რაც შეეხება პალიტრატივში ჩვენს დისკუსიას, ეს აფეთქებულიც არ იყო, კვლევა გამოქვეყნებულიც არ იყო, თუ არ ვცდები, უბრალოდ ჩვენ მსჯელობდით, რა უნდა მომხდარიყო, ჩვენ ბატონ ლაშასთან ერთად მხარეები არ ყოფილვართ, ჩვენ მსჯელობდით ამ საკითხთან დაკავშირებით და მე მახსოვს ბატონი ლაშა ძალიან ბევრ ჩემს პოზიციას დაეთანხმა. ეს მასალაც ფაქტობრივი სახით დევს.
რაც შეეხება პროტესტს ჩვენ მქონდა ორგანიზაციას პროტესტი და მე შემიძლია თქვენ გამოგიგზავნოთ და გაახლოთ ის მრავალგვერდიანი წერილი კულტურის სამინისტროსა და სააგენტოს მიმართ, სადაც პირდაპირ არის ჩვენი მხრიდან დადანაშაულებული საყდრისის ამფეთქებლები სავარაუდო დანაშაულის ნიშნებში. მე შემიძლია ეს წერილი თქვენ გამოგიგზავნოთ, მაგრამ ის მოვლენები, რომელიც შემდგომ განვითარდა, ჩვენ ამ სახით გქონდა პროტესტი, ბუნებრივია საქართველოს პარლამენტი არ იზიარებს პოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რაც მე მიმაჩნია მცდარად მნიშვნელოვანია, რომ ეს კომისია შეიქმნას და ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცეს ამ კითხვებს, მაგრამ ჩვენი პროტესტი, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციის პროტესტი და იმ ადამიანების, ვინც რეალურად ჩაიხედა დეტალებში ამ საქმისა, აი ამ ფორმით ნამდვილად გამოიკვეთა და მე თქვენ აუცილებლად გამოგიგზავნით ორ წერილს, რომელიც სააგენტოს და კულტურის სამინისტროს მიმართ არსებობს. ისევ ასოცირების ხელშეკრულებას დაუბრუნდეთ. მოდით ახლა მოკლედ განვმარტოთ კიდევ ერთხელ ჩვენს ბატონ შოთა დაიჩაგრა. დიახ, ბატონ შოთა ძალიან დაგვიჩაგრა. რა სარგებელს მიიღებს საქართველო და მისი მოქალაქეები ასოცირების ხელშეკრულებიდან ევროკავშირთან ურთიერთობით, ეკონომიკური კუთხით. კი ბატონო, მოგესალმებით მეც. და შემდეგ სამართლებრივი კუთხით როგორ იქნება თქვენი მოსაზრება მოვისმინოთ. თოთა გადავწდით თემას, მაგრამ არაუშავს ვეცდები მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, ინფორმაციული ვიყო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ ხელშეკრულებულ შეთანხმებას თან ახლავს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ეგრეთ წოდებული მოკლედ რომ ვიხმარო DCFTA, რომელიც ქართული მეწარმეებისთვის საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე გავიდნენ და გაიტანონ თავიანთი პროდუქცია, მაგრამ ეს არის ერთი მხარე ამ ყველაფრის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ისევე როგორც ნების საზოგადოების სხვა წევრებისთვის, რომ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებები კარგად გავათვითცნობიეროთ და დავხვდეთ მომზადებულები. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობისას მანამდე სარგებლობდა პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით, ეგრეთ წოდებული GSP+ ტარიფით, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ტარიფების 75%-ით განულებას გულისხმობდა, მაგრამ სამწუხარო რეალობა ამ შემთხვევაში ის იყო, რომ ქართულ მეწარმეებს არ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ ამ ესე ვთქვათ, შეღავათით რეალურად ესარგებლად. დღეს, როდესაც DCFTA ტარიფების 100%-ით განულებას გულისხმობს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, ეხლა გადავავლოთ თვალი, რამდენად შესწევთ ქართულ მეწარმეებს იმის უნარი და შესაძლებლობა, ეს არის რისკი, რომელიცაც თვალი უნდა გაუსწოროთ, ასე ვთქვათ, და რეალურად და მომზადებულები დავხვდეთ და ამასთან, ასე ვთქვათ, მონიტორინგი ვაწარმოოთ იმისა, თუ რას აკეთებს მთავრობა ამ მიმართულებით მეწარმეების გაძლიერების შემიძლია ამაზეც გესაუბროთ. ერთი ნათელი მაგალითი, რომელიც ამ მხრივ არის გამოკვეთილი, შემიძლია მოგვიყვანოთ, რაც ამ პერიოდში მიმდინარეობს. მაგალითად, ბათუმში ერთ-ერთი კომპანია, რომელიც თურქული ინვესტიციით ფუნქციონირებდა, ბათუმი ტექსი ეგრე ქვია და ტანსაცმელების, ასე ვთქვათ, მწარმოებელი კომპანია იყო, შეექმნა პრობლემები, რასთან დაკავშირებით ახლა გეტყვით. ნედლეული შემოქონდა ჩინეთიდან. ჩინეთიდან რომ შემოიტანო ნედლეული და საქართველოში დაამზადო პროდუქცია, აქედან ვერ გაიტანა ევროკავშირის ბაზარზე საბაჟორო გადასახადების გარეშე. იმის გამო რომ არ არსებობს ჩვენსა და ასე ვთქვათ თურქეთს შორის ეგრეთ წოდებული დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება. ეს რას გულისხმობს ახლა განგიმართავთ. ჩინეთსა და საქართველოს შორის არ არის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი. იმის გამო რომ ჩვენ გქონოდა დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება თურქეთთან დაუშვათ, ეს მოგცემდა ჩვენ შესაძლებლობას, რომ თურქეთიდან შემოტანილი ნედლეულით წარმოებული პროდუქცია საქართველოში გაგვეტანა ევროკავშირის ბაზარზე, როგორც ქართული პროდუქცია და ეს რა თქმა უნდა, რაც თავარი იქნებოდა განთავისუფლებული საბაჟო გადასახადებისაგან. ეს არის მთავარი ამ შემთხვევაში. აი რეალობა, რის წინაშეც დავდექით. ამ შემთხვევაში პრობლემა რა არის? ევროკავშირის ბაზარზე რომ გავიდეს ქართული პროდუქცია, უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის მოთხოვნებს, ეგრეთ წოდებულ სტანდარტებს. ანუ ამ პროდუქციას უნდა
ჰქონდეს წარმოშობის სერტიფიკატი, ეგრეთ წოდებული EUR.1, რომელიც დაადასტურებს, ასე ვთქვათ, ამ პროდუქციის ქართულობას, რომ ის ნამდვილად საქართველოში არის დამზადებული, ან თუ პროდუქცია ნედლეული შემოტანილი არის რომელიმე ქვეყნიდან, ეს ქვეყანა მესამე ქვეყანა არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში მესამე ქვეყანა არის ის, რომელიც არ არის არც თურქეთი, არც ასე ვთქვათ ევროკავშირი და არც დსთ-ის ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გაგვაჩნია. მესამე ქვეყნიდან რო შემოიტან ნედლეულს და იქიდან იმ ნედლეული დამზადებული პროდუქციით მოინდომებ გაწანას ევროკავშირის ბაზარზე, ამ შემთხვევაში ვერ გაიტან საბაჟო რეგულაციების გარეშე. ქართულ მეწარმეებს სჭირდებათ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული სტანდარტის შესახებ სერტიფიკატი, რომელიც სამწუხაროდ პრობლემა ის არის, რომ საქართველოში აკრედიტაციის სტანდარტებს ვინ ადგენს და დიახ, საქართველოში არსებობს შესაბამისი ორგანო, რომელსაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ გააჩნია საერთაშორისო დაღიარება, იმისათვის რომ ქართულმა მეწარმეებმა ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს თავისი პროდუქცია, ის იზოლებული არის დაიქირაოს ევროკავშირში აკრედიტირებული სპეციალისტი, რომელიც ჩამოვა მას, შეუმოწმებს პროდუქციის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობას, ასე ვთქვათ, და შემდგომ უკვე შეიძლება მას გაიტანოს ევროკავშირის ბაზარზე თავისი პროდუქცია, რაც რამე მომხდარა. კი ბატონო, ხდება არიან კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ რომ ეს ხარჯები გასწიონ, მაგრამ ეს დღესდღეობით სამწუხაროდ არის ერთადერთი გზა, რომლის მიხედვითაც ქართულ მწარმოებლებს პროდუქცია გადის აი ესეთი გზით. ძირითადად აი მაგალითად ინდუსტრიულ ნაწარმზე ყველა ვარიანტში, ყველა შემთხვევაში ამ გზით უნდა გაიაროს. ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ საკაბელი, რომელიც ანალოგიური, ასე ვთქვათ, პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, მას ძალიან დიდი ხანია იბრძვის ეს კომპანია, რომ თავის პროდუქცია გაიტანოს ევროკავშირის ბაზარზე, მაგრამ ის არის ანალოგიური პრობლემის წინაშე, რომ მას სჭირდება ჩამოიყვანოს, ასე ვთქვათ, აკრედიტირებული საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობაში, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს, ვთქვათ, შეამოწმებს ამ პროდუქციას, არის თუ არა ვარგისი ევროკავშირის ბაზარზე გასატანა და ამის შემდგომ უკვე მას შეიძლება და ეს ყველაფერი არის ხარჯებთან დაკავშირებული. და აი ეს არის მთავარი პრობლემა, რის წინაშე ჩვენ დღეს ვთქვათ, ქართული მეწარმეები დგანან და ამ პრობლემების მოგვარების გზები სად არის? ამ პრობლემების მოგვარების გზები არის ძალიან ბევრი მეწარმე იქნება ამ პრობლემის წინაშე და გამოდის, რომ ამ ბაზარს ჩვენ ვერ გამოვიდგინოთ. პირველ რიგში საქართველოში აკრედიტაციის სტანდარტის სამსახური არსებობს, რომელიც პროცესში არის, ასე ვთქვათ, საერთაშორისო აღიარებასთან, იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში აუცილებლად მიიღებს, ასე ვთქვათ, ამ საერთაშორისო აღიარების უფლებას, რომ საქართველოშივე შეეძლოთ ადგილობრივ მეწარმეებს, რომ აქ მიიღონ ის ხარისხის შესაბამისობაში მოყვანის, ასე ვთქვათ, შეფასება, აი აქვე ადგილობრივი აკრედიტაციის ორგანიზაციისგან, რომ არ მოუწიოთ ეს ერთი გადაწყვეტა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ასევე მთავრობამ თქვენ მოგახსენებთ, რომ შექმნა, ასე ვთქვათ, ექსპორტის ხელშემწყობის სააგენტო, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა ამ სააგენტოს შექმნას, მაგრამ მეორე შეხედვით ეს სააგენტო ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებს შეასრულებს, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირში, ასე ვთქვათ, შეტანას პროდუქციის მარტო ხარისხის სტანდარტის დაკმაყოფილებასთან არ არის, ეს ერთ-ერთი ბარიერი არ არის, ეს უკავშირდება მიზანმიმართულ ბრენდინგსა და მარკეტინგში ინვესტიციების განხორციელებას, რომელიც ასევე დამატებითი თანხები არის ქართული მეწარმეების დამატებითი ტვირთი არის და ეს სააგენტო სწორედ ამ მიმართულებით შეასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას, რომ დაეხმაროს იქ მარკეტინგში შესაბამისი ნიშის მონახვაში თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირში ისედაც ჭარბად არის პროდუქცია, რაც მას შემდეგ რაც რუსეთმა, ასე ვთქვათ, სანქციები დააწესა, მათ თავიანთი პროდუქციაც თითქმის არ ეციან საწაიღონ და ამ, ასე ვთქვათ, ორ ტრიალში ჩვენი პროდუქცია მათთან შევიტანოთ, ძალიან რთული პროცესი არის. თუმცა აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირის ბაზრების მიმართულებით ექსპორტი არის გაზრდილი 170 მილიონამდე, მაშინ როდესაც იყო 140 მილიონი, თუმცა 2014 წელს არის ეს მონაცემი. დსთ-ის ქვეყნებში სამწუხაროდ შემცირებული არის აქ მთელი რიგი მიზეზების გამო, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყნებში არის საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ვითარება და მათ 2015 წლისთვის პროგნოზი საერთაშორისო ვალუტა ფონდის მიერ აქვთ უარყოფითი ცალკეული გამონაკლისი
ქვეყნების გარდა. ამიტომ, ну, საბოლოოდ შემიძლია ეს გითხრათ, რომ პოზიტიური სიგნალი აღენიშნება ევროკავშირში პროდუქციის გატანის კუთხით იმ მიმართულებით, რომ უკვე სერიოზულად არის პროდუქტები გამოჩნდა გარკვეული სახეობის, რომლებიც გადიან ევროკავშირის ბაზარზე. არ ვიცი, ადევნებ თუ არა თქვენ თვალყურს ამ მიმართულებით იმ კონკრეტულ პროდუქციის სახეობებს, მაგრამ ნამდვილად შეინიშნება, დაუშვათ კივი, რომელიც არ ვიცი მაგალითად კივი, რომელიც რომ გერმანიის სუპერმარკეტების დახლზე აღმოჩნდა ქართული კივი, რომელსაც თითოეულ მათგანს აწერია 100 G, რომელიც მეტყველებს იმას, რომ ეს არის ჯორჯიან, ანუ ქართული წარმოების კივი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. რამოდენიმე მურაბები ასევე საწებლები რაღაც დიდ ქარხნებს თუ რაღაც წრულ მეწარმეებს თუ როგორ წვრილი მეწარმისთვის როგორც უკვე აღნიშნა ის პრობლემები რაც დაკავშირებული არის ევროკავშირის ბაზარზე შეტანასთან მთელ სტანდარტებიდან დაწყებ სტანდარტების მოთხოვნილებებთან დაწყებული და მარკეტინგთან დაკავშირებით ესეთი ადვილი არ არის მაგრამ ძირითადად ის კომპანიები რომლებიც უკვე კარგად ფეხმოყრდებული არიან და შეუძლიათ ფინანსური რესურსების მოზიდვა და ინვესტორების დაინტერესება რომ თუ ჩემს საწარმოს განვითარებაში ჩადებ თანხას ინვესტიციას მე შემეძლება რომ ევროკავშირის ბაზარზე გავიდე. წყალი არის ქართული იქეთ უცხოეთში იყიდა. წყალი ბორჯომი. მარტო ბორჯომი. დიახ. აი ხელისუფლების მხრიდან ჩართულობა და დახმარება რაში გამოიხატება? გეტყვით თქვენ მოგეხსენებათ რომ არსებობს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში CP ეგრეთ წოდებული მეწარმეობის განვითარების სააგენტო რომელიც აქტიურად ფუნქციონირებს ამ მიმართულებით უკვე გადამზადებული არის 32 მეწარმე სუბიექტი რომლებსაც შესწევთ უნარი ექსპორტზე გაიტანონ თავიანთი პროდუქცია ამ ასე ვთქვათ მეწარმეებს ჩაუტარდათ სპეციალური ტრეინინგი, სერიოზული ტრეინინგი იმასთან დაკავშირებით თუ რა ბარიერები უნდა გადალახონ მათ ევროკავშირში პროდუქციის გატანისთვის, ასე ვთქვათ რა პროცედურებთან არის ეს დაკავშირებული. როგორც ბატონმა რა თქმა უნდა, აბა როგორც ბატონმა არჩილმა ბრძანა საკმაოდ დიდი პრობლემას ვაწყდებით ინფორმაციის ვაკუუმთან დაკავშირებით მიმდინარე პროექტებზე არიციან მეწარმეებმა სად რა როგორ უნდა მონახონ ამ შემთხვევაში ამიტომ არის ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მაქსიმალურად გასააქტიურებელი, რომ ჩვენც მივაწოდოთ მათ ინფორმაცია. სამინისტროს სახელმწიფო ჩართულობაზე მკითხეთ, არა მარტო ასე ვთქვათ, ეს ტრეინინგი, ასე ვთქვათ, ეხლა იგეგმება ახალი პროექტის განხორციელება MBA, ასე ვთქვათ, პროგრამას გაატარებენ ქართულ მეწარმეებს იმისათვის, რომ რაც დაკავშირებული იქნება მთლიანად საექსპორტო ბაზრების მოძიებასთან და ამ კუთხით განათლების მიცემასთან ქართული მეწარმეებისთვის. ასევე ხორციელდება მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც მცირე ბიზნესის განვითარებისკენ არის მიმართული. ეს მცირე ბიზნესის ესხები ამ შემთხვევაში პროგრამის ფარგლებში გაიცემა მინიმუმ 150,000 ლარიდან. ეს იმას გულისხმობს, რომ ამ ტიპის მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ სწორი, ასე ვთქვათ, მარკეტინგით, სწორი მენეჯმენტით გაიტანონ ევროკავშირზე პროდუქცია. ასევე ხორციელდება მიკრობიზნესის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემი სუბიექტური აზრით. ამ პროგრამას მიკრობიზნესის ხელშეწყობის პროგრამას დღეს მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ალტერნატივა არ გააჩნია, იმდენად კარგი არის, ეს შეგახსენებთ, რომ გულისხმობს 5,000 ლარის უსასყიდლო გადაცემას მეწარმეებისთვის. ანუ ეს რას გულისხმობს, რომ მეწარმეს აძლევ 5,000 ლარს განვითარებისთვის, ბიზნესის დაწყებისთვის, აფინანსებს სტარტაპს და ყველაზე მთავარი რა არის ამ შემთხვევაში, რომ ვერც გადარჩეს ეს ბიზნესმენი, ხო, მას დანაკარგი არ ექნება, ანუ ის გამოცდილებას მაინც მიიღებს. ეს ამ პროგრამისთვის გამოყოფილი არის 20 მილიონი ლარი და წარმოიდგინოთ 20 მილიონი ლარი ძალიან ბევრი ბიზნესი ასე ვთქვათ დაიწყებს ფუნქციონირებას და 20 მილიონი ლარის დახარჯვა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე შეიძლება ეს 20 მილიონი ლარი რომელიმე ჩინოვნიკის რამოდენიმე ვიზიტში დაიხარჯოს, რამოდენიმე ვიზიტ შეიძლება დაიხარჯოს რომელიმე საზღვარგარეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაწყვიტა მთავრობამ რომ ეს 20 მილიონი დაიხარჯოს ყველაზე რთული კომპონენტის, ანუ მიკრომეწარმეების, ანუ სტარტაპების დაფინანსებაში და ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის. დიდი მადლობა. მოახლოებულია რიგის სამიტი. ხელისუფლება ძალიან დიდი მოლოდინი აქვს და იმედები რომ უვიზო მიმოსვლის უფლებას მიიღებს საქართველოს. როგორია თქვენი მოლოდინები და იქნება თუ არა ეს ასე?
ძალიან საინტერესო შეკითხვა იმ თვალსაზრისით, რომ საინტერესოა რიგი სამიტის წინ თავად საქართველოს ლიდერების განწყობა ამ მიმართულებით საზოგადოებამ ამ ნაწილში მაინც იხილა პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრეზიდენტის ერთობლივად დეკლარაცია, რომელიც მიმართულია ევროკავშირის პრეზიდენტის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ და ქვეყანას დადასტურებული აქვს ევროპული არჩევანის ურყეობა და მოლოდინი, რომ რიგი სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მიიღებს აი სწორედ ეროვნული გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით მაღალ შეფასებას. კითხვაზე მიიღებს თუ არა უვიზო მიმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილებას რიგის სამიტი, მე ასეთი მოლოდინი არ გამაჩნია რიგის სამიტიდან, თუმცა ბუნებრივია რიგის სამიტის შემდგომ შესაძლებელია ქვეყანამ ძალიან მალე მიიღოს ასეთი შესაძლებლობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საუბრობდით იუსტიციის სამინისტრომ არის თანამშრომლა ჩვენი კვლევის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს თქვათ საქმიანობის დამსახურება ის რომ ქვეყანა ყველა მიმართულებით მათ შორის მოთხოვნაში რომ მან მიიღოს უვიზო მიმოსვლა და ბუნებრივია ამასაც აქვს თავისი დათქმები ამ მოცემულობას განაცხადი ამ მიმართულებით იქნება წარმატებული. მე მინდა თქვენი ყურადღება შევახჩეროთ ზოგადად და ეს შესაძლებლობა, ეს საეთერო შესაძლებლობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უნდა გაიზარდოს მოქალაქეების ყველა პროფესიის ადამიანის ინფორმირების ხარისხი ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რადგანაც არსებობს მნიშვნელოვანი სტერეოტიპები, რომელიც ზოგადად ევროპასთან, ევროკავშირთან დაკავშირებით არის ჩამოყალიბებული, რომ თითქოს და ქვეყნის ევროპული არჩევანი არის ვთქვათ საპირწონე, რომ ქვეყანა დაკარგავს თავის ტრადიციულობას, იხილებულებას, ევროპას აქვს და ევროკავშირს აქვს თავისი დირექტივები და მოთხოვნები, რომელიც დაკავშირებულია ცალკეული ვთქვათ ტრადიციული საკითხების შეზღუდვასთან და ძალიან ბევრი ძალიან მოსახლეობაში და ჩვენთანაც მაყურებელი ძალიან აქტიურად რეკავს ზუსტად აი ამ კუთხით რომ ჩვენ კარგავთ. ამიტომ თქვენი ძალიან მნიშვნელოვანი როლია მედიის ამ შემთხვევაში და ეს ტელევიზია ასრულებს უნიკალურ შესაძლებლობას ასეთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომ გავცეთ და ვიცოდეთ ყველა მიმართულებით პასუხი. თუმცა თუ ჩვენ არ გვეცოდინება დოკუმენტები, ეროვნული სტრატეგია, არ გვეცოდინება რა საკეთებს მთავრობა, რა წერია, რა ვალდებულება იყო სახელმწიფომ ამ ხელშეკრულებით, ბუნებრივია ჩვენც ვერ ვიქნებით კომპეტენტურნი უპასუხოთ ჩვენი მოქალაქეების შეკითხვებს. მეც როგორც მოქალაქეს ძალიან ბევრი შეკითხვა გამაჩნია და მეც როგორც მოქალაქე ახლა ვზივარ და ვეცნობი ამ ძალიან სხვა მასალას ევროკავშირისთან დადებული ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ამიტომ ბუნებრივია არსებობს სტერეოტიპები და არსებობს სინამდვილე. სინამდვილე არის ის, რომ მე არ ვიცი, ვერ გეტყვით საქართველოში ის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, პოლიტიკური გავლენის მქონე პარტიები თუ ის წრეები, რომლებიც საზოგადოებრივი აზრს ქმნიან თავიანთი ჩართულობით საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არ მეგულება რომელიმე მათგანი, რომელიც საჯაროდ განაცხადებდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ არის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა, ევროპული არჩევანი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს არჩევანი უნდა განვიხილოთ ისტორიულ კონტექსტში და მოცემული გეოპოლიტიკური ხასიათებიდან გამომდინარე. როდესაც კავკასია მუდმივად არასტაბილური რეგიონია, როდესაც ჩვენს ირგვლივ არსებობს არამეგობარი და დემოკრატიის თვალსაზრისით ძალიან რთული ქვეყნები, ბუნებრივია არ დავასახელებ მათ და არსებობს თურქეთის მოდელი იმ თვალსაზრისით, რომ ის ნატოს წევრია და ევროკავშირის კანდიდატი, არსებობს უკრაინის შემთხვევა, რომელიც დაისაჯა ამ მიმართულებით, ჩვენი სამომავლო ორიენტირები არის ძლიერთან თანამშრომლობა, ეს ასია ისტორიულად ჩვენს აი უკაცა 3 წუთი გვაქვს დარჩენილი დაკარგულ ტერიტორიებთან
დაკავშირებით რა შეიძლება რომ სტერეოტიპი, ერთ-ერთი სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც თითქოს და ევროკავშირი, თუ კი საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ის გახდება აფხაზეთის და სამაჩაბლოს რეგიონების გარეშე. მე პრესაშიც და საზოგადოდ მომისმენია ასეთი შეხედულება, არადა ხელშეკრულების პირველივე ფურცლებში პირდაპირ წერია ასოცირების ხელშეკრულებას გულისხმობ, რომ ევროკავშირის ცნობს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას 90-იან წლებში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საზღვრებში და ბუნებრივია ქვეყანა ევროკავშირის წევრი, როდესაც გახდება და თუ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა იმჟამად იქნება, ბუნებრივია ევროკავშირი მიიღებს საქართველოს თავისი ტერიტორიული პრობლემებით. ასე რომ ეს არის ერთი სტერეოტიპი, მაგრამ ამის მოგვარების გზებს ევროკავშირი არ გვთავაზობს, ეს ჩვენი პრობლემაა, ჩვენი მოსაგვარებელია. ევროკავშირი ვერ შემოგთავაზებთ ვერნაირი რაღაც ანუ თვითონ ვერ ჩაერევა ამ პროცესს. თუმცა ის თავისი დიპლომატიური შესაძლებლობებით, თავისი მრჩეველთა ჯგუფით ბუნებრივია მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ასრულებს საქართველოს, რუსეთს და სხვა ქვეყნებს შორის, რომლებიც აი ამ მიმართულებით ძალიან ჩართულია და ბოლოს თქვენ ნებართვით, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ეს არის ზოგადად სამართლებრივი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანამედროვე მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ჩვენი ალიანსი ამ მიმართულებით სერიოზულ მუშაობას განახორციელებს და ქალბატონ ნინოს შეკითხვას უპასუხებ, რომელიც შესავალში დაისვა, ალიანსი არ ფინანსდება არც ერთი დონორი ორგანიზაციისგან, არც ერთი თქვათ შესაძლებლობიდან ჩვენ საკუთარი ძალებით შეუდგებით საქმიანობას და ბუნებრივია ყველა ინიციატივა იქნება მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით თუ იქნება შესაძლებლობები ჩართული იქნება ყველა სეგმენტი ჩვენი პროფესიული წრეში. დიდი მადლობა. შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ახალგაზრდა ადვოკატები ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა გულბანი გვყავდა 2 საათის განმავლობაში. ნინო მიქიაშვილი და მარი ჯომარჯიძე თქვენთვის მუშაობდით. მადლობთ.